საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 66,183 ფიზიკურ პირს ძველი საგადასახადო დავალიანებებით ჩამოეწერა. ინიციატივა 2021 წლამდე პერიოდზე ვრცელდება და გადასახადების დროულად არ გადახდის გამო დაკისრებული საურავების გაუქმებასაც გულისხმობს. საუბარია ჯამში 425 მილიონამდე ლარის მოცულობის დავალიანებაზე. ამნისტია შეეხებათ მეწარმეებსაც. ახალი შანსი და ბიზნესის კეთების შესაძლებლობა ნიკა მალაზონიას საგადასახადო დავალიანების ჩამოჭრის შემდეგ მიეცა. გვიყვება, რომ რამდენიმე თვის წინ საგადასახადო ამნისტია შეეხო და სახელმწიფომ ის 100,000 ლარის ოდენობის დავალიანებისგან გაათავისუფლა. სოლიდური ფინანსური სანქციის გადაუხდელობის გამო 2020 წელს მალაზონიას ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა მოუხდა. 2018-2019 წლებში ვახორციელებდი თამბაქოს იმპორტს აღნიშნული საქმის წარმოების პერიოდში. ხარვეზები დამედგინდა, ფინანსურადაც დავჯარიმდი, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებით, რაც 2024 წელს განხორციელდა, გულისხმობა ამნისტიას, ჩამომეწერა სრულად ეს დავალიანება. ჰუმანურ ფაქტს დავარქმევდი, რომელმაც გამანთავისუფლა ბრჭყალებში ბორკილებისგან, ფინანსური ვალდებულებისგან, სტიმული მომცარო შესაძლებელი არის. გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა არსებობს სახელმწიფო, რომელიც შეიძლება გვერდში დაგიდგეს და ეს შეცდომები, ასე ვთქვათ, გაპატიოს და მოგცეს შანსი, რომ ახალი მიზნებისკენ დაიწყოს სვლა. საგადასახადო ამნისტია ჯამში 66,000-ზე მეტ ადამიანს შეეხო. დავალიანებისგან გათავისუფლდებიან მეწარმეებიც. ინიციატივა ეხება მათ, ვისაც საგადასახადო დავალიანება 2021 წლის 1 იანვრამდე უფიქსირდება. გაუქმდება დაკისრებული საურავებიც. ჩამოწერილი თანხა ამ დროისთვის 425 მილიონამდე ლარს შეადგენს. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდგომ ფიზიკური პირების მიმართ, მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირების მიმართ, გაუქმებულ იქნა ყველა იძულებითი ღონისძიება, რაც კი საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ იყო გატარებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმ ფიზიკურ პირთა მიმართ, რომლებთაც ჰქონდათ 2021 წლამდე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები და დღემდე მიმდინარეობდა სასამართლო დავები, შეუძლიათ ჩამოიწერონ ეს დავალიანება ამ ვალდებულებების აღიარების შედეგად და განთავისუფლდებიან იმ პროცესისგან, რაც უკავშირდება სასამართლო დავის წარმოებას. შემოსავლების სამსახურმა შეიმუშავა პროგრამული მოდული, რომელიც ბაზაში მარტივი პროცედურით პოულობს დავალიანებას და მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში ხდება მათი განულება. საგადასახადო ამნისტიის სარგებლობა ელექტრონულად ვებგვერდზე RSG-ზეა შესაძლებელი. რაც შეეხება მათ, ვინც საკუთარ თავს საგადასახადო ამნისტიის ბაზაში ვერ პოულობს, განცხადებით უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს. მნიშვნელოვანია, რომ ვაცნობოთ გადახდელებს, ანუ თუ მათ აქვთ განცდა, რომ პირობითად ან თუ ისინი ელოდნენ, რომ უნდა ჩამოწეროდათ და არ ჩამოეწერათ, მათ აქვთ აბსოლუტურად უფლება მოგმართონ დამატებით, განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური ფორმით, ასევე არამატერიული ფორმით. არამატერიულში გულისხმობთ, რომ თავიანთ გვერდზე გულისხმობთ ჩვენ საიტს, სადაც არის პორტალი გადასახადის გადახდელის, იქ მარტივად მოსაძებნია შესაბამისი განცხადება, წარმოადგინონ ეს განცხადება და შესაბამისი ჩვენი სტრუქტურული ერთეული მას შეისწავლის და თუ დადასტურდა რეალურად ეს დავალიანება ჩამოსაწერია, ის მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის განმავლობაში იქნება ჩამოწერილი. საგადასახადო ამნისტიის შესახებ ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. საგადასახადო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2024 წელს შევიდა.